საქმენი დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და საგანმანათლებლო მიმართულებით უნდა გაგიზიაროთ საინტერესო სიახლეები, რომელიც ბრიტანულ უნივერსიტეტს სამაგისტრო პროგრამებზე აქვს გამოცხადებული. დღეს ორ მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ერთი ეს არის ბრიტანული კვლევები კურსდამთავრებულებისათვის, რომლებიც იღრმავებენ ცოდნას და იძენენ კვლევით უნარებს და მეორე პროგრამა გახლავთ საჯარო პოლიტიკა და მმართველობა. ეს პროგრამა კი მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას დემოკრატიული ინსტიტუტების, მმართველობითი როლებისა და საზოგადოებრივი ინტერესის სამსახურის ღრმა და სისტემური გაგებით. მოკლედ საქმიან დილაში მოწვეული სტუმრები ახლა მეტ ინფორმაციას გაგვიზიარებენ, სწორედ მათ წარმოგიდგენთ. ანი დემეტრაშვილი, ქალბატონებო და ბატონებო, ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, დილამშვიდობისა ანი და ნოდარ ტანგიაშვილი, მივესალმები ნოდარს, იგი ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახდა. დილამშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისთვის. დილამშვიდობისა. რომელი პროგრამით დავიწყოთ? პირველ რიგში ბრიტანული კვლევებით თუ პოლიტიკით და მმართველობითი ნაწილით? დავიწყოთ ბრიტანულით. ბრიტანულით დავიწყოთ. რას მოიცავს ბრიტანული კვლევის პროგრამა? რა უნარების გამომუშავებას მოახერხებენ სტუდენტები, რომლებიც ამ პროგრამაზე ჩაირიცხებენ? კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბრიტანული კვლევები, ეს არის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა. პირველ რიგში ზოგადი ინფორმაციას ვიტყვი ამ პროგრამის შესახებ. ეს არის 120 კრედიტიანი პროგრამა. 2 წლიანი აკრედიტაცია აქვს მინიჭებული ქართული აკრედიტაცია თავისთავად და პროგრამა არის ძალიან საინტერესო თავის შინაარსით, გამომდინარე იქიდან რომ მოიცავს დიდი ბრიტანეთის ირგვლივ ყველა სფეროს შესახებ კურსებს. მაგალითად მოიცავს ესეთ კურსს, როგორიც არის სამართლებრივი სისტემა, გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი სისტემა, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური სისტემა, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა, ბიზნესი და სხვა და სხვა. რაც შეეხება რა უნარებს განივითარებს კურსდამთავრებული, არის რომ თქვათ პროგრამაში ძალიან ხაზგასმულია კვლევითი უნარების განვითარება, რაც მოიაზრება რომ 2 სემესტრის მანძილზე ისწავლება ეს თითოეული კვლევის მეთოდები და იღრმავებენ კვლევით უნარებს. ასევე პროგრამაში ხაზგასმულია აკადემიური უნარების სწავლება, როგორც არის მაგათ აკადემიური წერა და ამასაც სიღრმისეულად ვასწავლით. Ani 2 სემესტრი ბრძანეთ? 2 სემესტრი ისწავლება ერთი კურსი, რადგან იყო სიღრმისეული, ისე არის რავადიანობის გამოდის სემესტრი 2 წლიანი. სემესტრი არის შუა სტანდარტული აკადემიური სემესტრი 15 სასწავლო კვირა. კი, 15 სასწავლო კვირა თითოეული სემესტრი, დიახ. ძალიან საინტერესოა. ითვალისწინებს თუ არა, მე ყოველ შემთხვევაში რამდენიც ბრიტანული უნივერსიტეტის სტუმრები მყოლია, ყოველთვის არის საშუალება ბრიტანეთში თვითონ უშუალოდ იმიტომ რომ ძალიან მაღალი აფილიაციაა იქაურ ინსტიტუტებთან, ბიზნესთან, სხვადასხვა სტრუქტურებთან. იძლევა თუ არა შესაძლებლობას საერთაშორისო იგივე სამუშაო ვიზიტებისა, როგორც არის დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში და სხვაგან. აი ეს მომენტები თუ არის გათვალისწინებული. კი ბატონო, ანუ ჩვენ შემთხვევაში ორივე პროგრამაში გვაქვს ეს ინტეგრირებული სამუშაო ვიზიტებით გაშვება კურსზე ჩარიცხული პირების და მოიაზრება ლონდონში სამუშაო ვიზიტები და არა მხოლოდ ლონდონში. ბრიტანეთის კვლევების შემთხვევაში ეს იქნება სასწავლო ვიზიტები, თქვათ და სამუშაო ვიზიტები სხვადასხვა სკოლებში, boarding school-ებს მოიცავს, არის სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულებებიც და ეს ყველაფერი თანხმდება კანდიდატთან და ინტერვიუს საფუძველზე ირჩევს კომპანიაც და ასევე ირჩევს ის ადამიანიც, ვინც მიდის ამ ვთქვათ სამუშაო ვიზიტზე. ძალიან კარგი შესაძლებლობაა ეს ადამიანისთვის, რადგან პირდაპირ ინვითარებენ იმ უნარებს, რაც მათ ჭირდებათ მერე უკვე პრაქტიკაში და ახლოს ეცნობიან ბრიტანეთის განათლების სისტემასაც. ვიტრე ბატონოდართან გადავალთ კითხვით, ნინის აქვს დაგროვილი კითხვები ბატონოდართან. სამიზნე აუდიტორია რამდენად გამოკვეთილი არის უკვე აქ და აი როგორ თქვა ვისთვის არის ეს პროგრამები შეგვიძლია თუ არა ეს ჩამოაყალიბოთ? კი ბატონო, ეს პროგრამა არის ინტერდისციპლინარული, როგორც ვთქვი და ძალიან ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ კუთხით, ინტერესით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩააბაროს ამ პროგრამაზე, ვისაც აქვს თქვათ ინტერესი, რომ თქვათ განივითაროს უნარები, ისეთი როგორც არის კვლევითი უნარები, თქვათ წერითი უნარები და აქვე აღნიშნავ, რომ ეს პროგრამა შეიქმნა ბაზრის კვლევის საფუძველზე, სადაც დამსახმებლებისგან იყო გამოკვეთილი აი ეს საგნები, რაც მე თქვათ ინტეგრაცია გავაკეთეთ ჩვენ პროგრამაში და ეს უნარები, რაცაც ჩვენ ხაზი გავუსვით, არის სწორედ მათგან წამოსული და სამიზნე აუდიტორია ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს, ვინც იქნება დაინტერესებული, რომ გაიღრმავოს ეს უნარები და ვისაც აინტერესებს ზოგადად დიდი ბრიტანეთი უფრო სიღრმისეულად. დარწმუნებული ვარ, რომ ესენი მხოლოდ იურისტები არ იქნებიან ბრიტანეთში. არა მხოლოდ. დარწმუნებული. კი, კი.
და წინაპირობაც ალბათ გარდა იმისა, რომ ბაკალავრის ხარისხი უნდა ჰქონდეს სტუდენტს, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა თავისთავად, თუმცა ამ შემთხვევაში ანუ თუ სტუდენტს არ აქვს დამადასტურებელი, არ ვიცი მაგალითად სერტიფიკატი ინგლისური ენის დონის, რა შეიძლება რომ გააკეთოს? ანუ ამ შემთხვევაში შეუძლია ბრიტანულ უნივერსიტეტს რომ დაეხმაროს ამ სერტიფიკატის კი, რადგან ინგლისურენოვანი პროგრამა ჩვენთვის ერთ-ერთი მოთხოვნა არის B2 დონის ინგლისური ენის ცოდნა, რომელიც არის upper intermediate დაახლოებით და თუ არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი, მაშინ უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მის ტესტირებაზე გაყვანას და მისი ინგლისური ენის დონის მომზადებასაც და თქვა ტესტირების დაწერასაც უშუალოდ რომ უზრუნველყოთ აი ეს ენობრივი კომპეტენციის დადასტურება. და მეორე პროგრამა ეს უკვე არის საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, ხო? ამ შემთხვევაში რა სხვაობა არის წინაპირობებისა, რაც სტუდენტმა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ მოხდეს ამ პროგრამაზე და რა უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს? ერთია რომ ჩათვალე ხა იგივე კითხვები გვექნება. კი, წინაპირობები არის მსგავსი, ანუ ბაკალავრის ხარისხი ეკვივალენტი და ასევე ინგლისური ენის გარკვეული დონე, ხო? დადასტურებული როგორც ტესტირებით, ისე თქვა სერტიფიკატით. თვითონ ეს პროგრამა ესე საჯარო პოლიტიკის და მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ბრიტანულ უნივერსიტეტში არის ესეთი პირველი და ერთადერთი, მე რამდენადაც ვიცი დღეს საქართველოში რომ ინგლისურ ენაზე ისწავლება საჯარო პოლიტიკა და საჯარო მმართველობა. ანუ ეს არის სფერო, რომელიც აინტერესებს ადამიანს, ვისაც უნდა იმუშაოს ან საჯარო სექტორში, ან ეს მესამე სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, კვლევით ორგანიზაციებში და აღიჭუროს ისეთ უნარებით ცოდნით, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ანალიტიკური ფუნქციების შესასრულებლად საჭირო გადაწყვეტილების მართლობითი გადაწყვეტილების მისაღებად სხვადასხვა სფეროში პროგრამების განსახორციელებლად, განსაკუთრებით აქცენტი კეთება საჯარო სექტორზე, თუმცა ასევე შეიძლება ეს ცოდნა სტუდენტს გამოადგეს კერძო სექტორშიც. აი მაგალითად შეიძლება რაღაც ასოციაციაში, ბიზნეს ასოციაციაში მუშაობდეს ახალგაზრდა, ხო, თქვათ, და მას უწევდეს მუშაობა გარკვეულ მთავრობასთან ურთიერთობაში, ხო, გარკვეული კანონმდებლობის ან საგადასახადო ან რეგულაციასთან დაკავშირებით ლობირების მიმართულებით, მას სჭირდება ცოდნა იმისი, თუ როგორ ჩამოაყალიბოს არგუმენტაცია, თუ რა გავლენას ახდენს ეს რეგულაცია, გადასახადის ეს კონკრეტული მონაკვეთი ან ეს კონკრეტული გადასახადი ამ მის ბიზნესზე, არა მხოლოდ მის ბიზნესზე, არამედ მთლიანად სექტორზე და მთლიანად ქვეყანაზე. ანუ ჩვენ ვასწავლეთ შესაბამისად ეკონომიკური შეფასების მეთოდებს, იმიტომ რომ ხშირად გადაწყვეტილების მიმღებები გადაწყვეტილებას იღებენ იქიდან გამომდინარე, თუ რა სარგებელი მოაქვს გარკვეულ სექტორზე ან ქვეყანაზე და შესაბამისად აი ხარსარგებლიანობის ანალიზის მეთოდებს, მნიშვნელოვანი მეთოდია, ყველამ უნდა იცოდეს ვისაც აქვს შეხება საჯარო სექტორთან. ასევე ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ მონაცემების ანალიზზე და კვლევებზე. დიახ, იმიტომ რომ დღევანდელი სამყარო წარმოუდგენელია მონაცემების გარეშე, მტკიცებულებების გარეშე და ყველა ეს დებატები, რომელიც ხშირად არის ხოლმე სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, არ არის იმ ხარისხის, თუ ის არ ეფუძნება გარკვეულ კვლევით და მონაცემებისეულ მტკიცებულებებზე. ხო, ამიტომ თავიდანვე აქცენტი კეთებო კვლევებზე და მონაცემების გამოყენებაზე და არა უბრალოდ თეორიაზე, იმიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვასწავლეთ საჯარო პოლიტიკის თეორია, ინსტიტუტები როგორ მუშაობს, თქვა ბრიტანეთში, ამერიკაში, მაგრამ ასე ვთქვა საქართველოში როგორი ტიპის ინსტიტუტებია, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ასევე ინფორმაციის ანალიზი როგორ უნდა მოხდეს ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად. ხო, ანუ ისეთი თქვა კრიტერიუმებით, როგორ რას ნიშნავს ეფექტურობა. ხო, ანუ ოდესმე ვამბობთ რომ რაღაც არის ეფექტური, თუ არ არის ეფექტური, თქვა თავრობის ეს პროგრამა, რის მიხედვით ვამბობთ, როგორ ვამტკიცებთ, რომ ეს არის თუ არ არის ეფექტური, ხო? ეკონომიურობა, ხო, და ეფექტიანობა, კიდეც ცალკე კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ ვასწავლეთ სტუდენტებს, ანუ როგორ უნდა დათვალონ რაღაცის ეკონომიკური შედეგი არის თუ არა ის ყველაზე ეკონომიური გადაწყვეტილება და რასაც ჩვენ ასე ვასწავლეთ, რომელსაც ბევრი პროგრამა არ ასწავლის, პოლიტიკის კომუნიკაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება შესანიშნავი გადაწყვეტილებები და ძალიან ღრმა ანალიზით დაფუძნებული გადაწყვეტილებები მოიფიქრო, მაგრამ თუ ეს არ დაარწმუნე შენი კლიენტ, ჩვენ რასაც ვეძახით, ხო, ეს იქნება თქვათ კომპანიის პრეზიდენტი თუ მინისტრი თუ თქვათ ნებისმიერი ვისაც გავლენა აქვს საჯარო პოლიტიკაზე და ასევე მოსახლეობა და სამიზნე ჯგუფები თუ არ დაარწმუნე ამ პოლიტიკის ისტორიაში, ცხადია, შენ უბრალოდ ამ პოლიტიკას ვერ გაატარებ, რომ საკმარისი მხარდაჭერები არ გექნება. ამიტომ აქცენტს ვაკეთებ როგორც წერით, ისე ზეპირ კომუნიკაციაზე და ასევე მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ძლიერი მხარე არის ის, რომ საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში
გარკვეულ იმერსიას, ანუ გარკვეულ, ესე იგი, ვაცნობთ ამ ყველა სფეროს, თავდაცვის სფეროდან დაწყებული, განათლება, ჯანდაცვა, იმიტომ რომ ყველა ეს სფერო გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე და კარგმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა და საჯარო მმართველმა უნდა იცოდეს ყველა სფეროში რა ძირითადი გამოწვევები, რა ძირითადი მიზნები არსებობს და როგორ უნდა მოხდეს საუკეთესო გაწყვეტილება. ბატონო, ესეთი რეზუმირებული კითხვა თუ შეიძლება ესეთი რამ მithქვას, რომ მათ ვისაც აქვს პრეტენზია რომ იყოს კონკრეტული ინდუსტრიის ან სექტორის ან მიმართულების, ან უბრალოდ საჯარო პოლიტიკის რომელიმე მიმართულების ლიდერი, მათთვის ეს ყველაფერი უნარებითი მიმართებიდან გამომდინარე ზედგამოწერილი გამოდის. დიახ, იმიტომ რომ საჯარო პოლიტიკა ეხება ყველაფერს, არა მარტო საჯარო უწყებებს, არამედ კერძო სექტორს და ანალიტიკის უნარი და საჯარო მმართველობის უნარი ადამიანისთვის ლიდერში პოზიციებზე და საშუალო პოზიციებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ასევე ხელს უწყობს სწრაფ კარიერულ წინსვლას, გადაწყვეტილებების ეფექტურად მიღებას და ფართო სპექტრში გაანალიზებას. რამდენად არის კავშირში ბრიტანული უნივერსიტეტიდან გამომდინარე, ზუსტად ის კითხვა რაც ანისთანაც მქონდა და დაკავშირება ამ ყველაფრისა იგივე ლონდონთან უშუალოდ და სხვა ჩვენ პროგრამაზეც არის შესაძლებლობა სამუშაო ვიზიტები, რამდენიმე თვიანი სამუშაო ვიზიტები სტუდენტებმა განახორციელონ ლონდონში და ევროპის სხვა ქალაქებში, სადაც ნახავენ იმ ინსტიტუტებს და იმ სამთავრობო უწყებებს მათ შორის, თქვათ, სადაც რეალურად ხდება პოლიტიკის დღევანდელი თანამედროვე სამყაროს წამყვანი პოლიტიკის შექმნის ცენტრები სადაც არის და სადაც რეალურად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მათ შორის ჩვენ ქვეყანაზეც ახდენს გავლენას. და მე ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა იმ ადამიანებისათვის, ვისაც უნდა რომ ინგლისურ ენაზე ვისწავლოს ის წამყვანი კონცეფციები, ცნებები, ტერმინები, რომ და რა თქმა უნდა და ისეთი ადამიანებისგან, ვისაც აქვს ღრმა პრაქტიკული გამოცდილება და უმუშავეა როგორც საჯარო ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში და არა მხოლოდ თეორია, არამედ პრაქტიკული გამოწვევები კარგად იციან და შეუძლიათ ეს გაუზიარონ სტუდენტებს. ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის. ყველაფერი მზად არის საიმისოთ, რომ უბრალოდ ადამიანებმა ნაბიჯი გადმოდგან ახლა უკვე თქვენსკენ. რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. კი ბატონო. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები და მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ანი დემეტრაშვილი ბრიტანეთის კვლევის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ნოდარ ტანგიაშვილი ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იყვნენ. საქმიანი დილას სტუმრები.